დღეს დილიდან მიმდინარეობს სასამართლოების სერია Facebook პოსტების გამო ის ვისი სტატუსიც არ მოეწონა ქართულ ოცნებას დაწერეს საჩივრები და დაიბარეს საქალაქო სასამართლოში. ერთ-ერთი იყო ალეკო ელისაშვილი, ვის ხდომაზეც იყო ხმაური, რადგან მოსამართლემ ჯერის 500 ლარი დააჯარიმა სასამართლოს უპატივცემულობის გამო და გამოაძევა დარბაზიდან. მისი სასამართლო პროცესზე ეს არ იყო ერთადერთი შემთხვევა გამოძევების. თაზო დათუნაშვილიც გამოაძევა ლელოს წარმომადგენელი მილდენბერგერმა სასამართლო დარბაზიდან გადაწყვეტილებას ალეკო ელისაშვილთან დაკავშირებით, რას მიიღებს მოსამართლე, ამას უკვე გავიგებთ ხვალ, რადგან დღევანდელი პროცესი გადაიდო. რეპლიკა და გამოძევება მოჰყვა მხოლოდ და მხოლოდ ელისაშვილის რეპლიკას, რომელმაც აღნიშნა, რომ უნდა მოსულიყო ტალახაძე სასამართლო დარბაზში, რაც მოსამართლემ არ დააკმაყოფილა, რადგან მომჩივანი არის ქართული ოცნების წევრი ალეკო ელისაშვილის შემთხვევაში ლაშა ტალახაძე და რეპლიკა იყო ელისაშვილის, რომ ალბათ დრო არ აქვს სასამართლოს, იმიტომ რომ ბევრი ხალხი ხავს დასასჯელი და დასაპატიმრებელი, სწორედ ამის გამო ის დააჯარიმეს და გააძევეს სასამართლო დარბაზიდან. ელისაშვილი თვლის, რომ ეს ყველაფერი ემსახურება რეალურად აშინებას და გადაფარვას სხვა სასამართლო პროცესების. და თქვენ გეხება, ზუსტად თქვენ გეხება ხდომის დარბაზში წესრიგის დაცვა. მეორედ ასე თუ მოიქცევით, ასე უას მომარიგებ რა შეიძლება მე ამიდი რა გასაგავარის გააკეთე. ბატონო, მეორე 500 ლარი ხარჯი ბატონო ალექსანდრე დააჯარიმებული მოსამართლეს შეურაცხყოფისთვის ხდომის დარბაზიდან აძევებს ბატონ ალექსანდრეს. ხდომის დასრულებამდე კარგად გრძელდებოდა დადგენილება შეგიძლიათ მისი ჩაბარებიდან 48 საათში გადასაჭირო თბილისის პოლიტიკური არენა არ არის, რომ აქ ახლა მე შემეპასუხო და წარიშენი უთხრა მოსამართლესთან. ამ შემთხვევაში გაძევებული არის და დაჯარიმებული არის. ბატონებო, გაბრძანდით. კიდევ ეს გააცხობილი გაბრძანდით ამ რეპლიკის მერე. თუ გინდეს ბატონებო, ძალიან კარგი პოლიტიკოსი ბრძანდება. ეს სანქციები არ არაო. არ მადლობა. არიელო არ. გაბრძანდით ახლა სალამანდატოს დაუწყდეთ. სრული არაო, კიდევ ერთხელ გაგიგროვოთ ლელა შეიძლება. შენი ადგილი ციხეშია იქნები დღეს ხოლმე. მადლობა კონსულტაციის. არაო. გაიქურეთ ახლა კარები. გააცხობილი ბატონებო. სასამართლო პროცესზე ნანუკა ჟორჟოლიანმა გაარკვია, რომ მომჩივანი იყო არა წულუკიანი ან მარიამ ლაშხი, მათი სახელით საჩივარი დაწერა მამუკამ დინარაძემ. როგორც წულუკიანი ამბობს, მნიშვნელოვანი იყო, უფრო სწორად, როგორც ნანუკა ჟორჟოლიანი ამბობს, მნიშვნელოვანი იყო როგორც წულუკიანისგან, ასევე მარიამ ლაშხისგან მათ სასამართლო დარბაზშივე მოესმინათ ახსნა განმარტება, რა ჩათვალეს შეურაცხმყოფელ ფრაზად ან რა მიიჩნია რომ ეთიკის ფარგლებს ცდებოდა, თუმცა მოსამართლემ ამ შემთხვევაშიც მათი სასამართლოს ხდომაზე მოწმის სახით გამოკითხვის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა, ასევე მოხდა ვიკა ბუკიას შემთხვევაში სასამართლო პროცესი გადაიდო. მამუკამ დინარაძემ ჩათვალა, რომ სიტყვა დურა და ბატისმაილი შეურაცხყოფას აყენებდა ლაშხს, თია წულუკიანის ნაწილში შეურაცხყოფას აყენებდა. ჩვენ მოვითხოვეთ მათი დაკითხვა მოწმეების სტატუსით, იმიტომ რომ იქნებ მამუკამ დინარაძის ტყვეობაში არიან და შეიძლება სულ არ ფიქრობენ, რომ შეურაცხყოფილები არიან. იყო ძალიან საინტერესო საუბარი იმ თემაზე, იყო ეს შეურაცხყოფა თია წულუკიანის მიმართ გამოთქმული, თუ იყო ეს ანწუხელიძის დაცვა და იყო თუ არა ეს ადეკვატური რეაქცია ბრაზი ჩემი ერთი რიგითი მოქალაქისგან, მაშინ როდესაც მან გააკეთა ის რაც გააკეთა ანწუხელიძესთან დაკავშირებით, როდესაც მისი გმირობა იჩქვეშ დააყენა და ჩემი ბრაზი იყო თუ არა ლეგიტიმური. ასევე ძალიან საინტერესო დეტალია ის, რომ ჩვენ საქმეს დავურთეთ ქართული ოცნების ლიდერების დინებები, შეურაცხმყოფელი სიტყვები, როგორ მოიხსენებენ ტევ-პირველის წამყვანებს. და ასევე ჩვენ წარვადგინეთ თია წულუკიანის განცხადება 2019 წელს გააკეთა მან ეს განცხადება, როდესაც მან თქვა, რომ უწმაზური სიტყვისთვის ადამიანის დასჯა არ წარმოუდგენელი, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში ყველა ციხეში უნდა წავიდეთ. ანუ შესაბამისად, როგორ ხედავენ ის ადამიანები, რომლებიც დღეს ჩვენ გვიჩივიან, იმ მუხლით, რომელიც პატიმრობას ითვალისწინებენ, თვითონ როგორ ხედავენ გამოხატვის თავისუფლებას.
მაშინ როდესაც ჩვენ გვიზღუდავენ. აი ამ ფორმატში იყო დღევანდელი სასამართლო. გუშინ ღამის საღამოს 8 საათზე საერთოდ მაუწყეს, რომ მარიამ ლაშხი არის შეურაცხყოფილი ჩემი სტატუსების გამო და გვიან მომაწოდეს ძალიან საქმის მასალებით, მეც და დაცვის მხარესაც შესაძლოა როცა იყო რომ გავცნობოდით ამ მასალებს და მივიჩნიეთ საჭიროდ, რომ ეს შუამდგომლობა დაგვეყენებინათ გადადების პროცესის, რაც გააკმაყოფილა მოსამართლე. სოციალური სივრცე დღევანდელი მოცემულობით 21 საუკუნეში ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და ისეთივენაირად გვიწევს მასში ინტეგრირება, როგორც ჩვეულებრივ რეალურ სამყაროში და ნამდვილად ვერავინ ვერ უარყოფს იმას, რომ ამ შემთხვევაში რეალური სამყაროსგან განსხვავებულ მოცემულობაში ვხვდებით მაშინ, როდესაც ვინაცვლებთ სოციალურ სივრცეში. სამართლებრივი განმარტებების შედეგადაც სოციალურმა სივრცემ მიიღო იმგვარი განმარტება, რომ ის დღის ხომერებით წარმოადგენს საზოგადოებრივ სივრცეს და თავშეყრის ადგილს. ამ წუთებში საქალაქო სასამართლოში ტვ1-ის კიდევ ერთი წამყვანი სეკა მიშველაძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. ამ შემთხვევაშიც მომჩივანი არის ქართული ოცნების წარმომადგენელი. როგორც პროცესის დაწყებამდე მიშველაძემ თქვა, დღეს დაბარებები საქალაქო სასამართლოში არის რეპრესიების კლასიკური მაგალითი. მარიამ ლაშხს უნერვიულია იმაზე, რომ მე გავაზიარე მის საჩივრის ნიადაგზე დაკავებული ორი ახალგაზრდა გოგოს პროტესტის შემდეგ მისი სახლის კედელზე მინაწერი, რომ ის არის რუსის მონა და ეს ფოტო მაქვს გაზიარებული ჩემი წამზღარებული ტექსტით და ამაზე არის საჩივარი შესული. ამას ისტერია ქვია, სრული სიგიჟეა, მაგრამ სასაცილოეს ნამდვილად არ არის. გასაგებია, რასაც ემსახურება, ადამიანების გაჩუმებას ემსახურება, თუმცა ამას ექნება უკუ ეფექტი აბსოლუტურად არავინ არც გაჩუმებას აპირებს და არც არავინ აპირებს, რომ შეეგუოს აი იმ რაღაცა 37 წლების წესს. დღეს იყო პირველი დღე, როდესაც საქალაქო სასამართლოში დილიდან მიყოლებით გაიმართა სასამართლო პროცესები და ახლაც გრძელდება, როდესაც ქართული ოცნება მოქალაქეებს უჩივის Facebook-ზე მათ მიმართ გამოთქმული კრიტიკული მოსაზრებების გამო. მადლობა, პირდაპირ ეთერში ნინო ღვედაშვილი.